საქართველოს მთები სამწუხაროდ ცარიელდება. ეს ფაქტია, მაგრამ რატომ? რატომ ტოვებს ამდენი ადამიანის საკუთარ სახლს და რაც მთავარია, რა მომავალი აქვს რეგიონს, რომელიც ფაქტობრივად გზაგასაყარზე დგას? მოდით, აი ამაში გავერკვეთ დღეს ერთად. დავიწყოთ ერთი ციფრით 51%. უბრალოდ დაფიქრდით. სწორედ 51%-ით ნაკლებია მოსახლეობის სიმჭიდროვე მცხეთა-მთიანეთში, ვიდრე ვთქვათ ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია. ეს მართლა კოლოსალური სხვაობაა, ხომ მეთანხმებით? კარგი, მაგრამ რას ნიშნავს ეს 51% რეალურად? რა დგას ამ ერთი შეხედვით მშრალი სტატისტიკის მიღმა? რა ხდება ამ ულამაზეს მთებში და რატომ არის ეს რიცხვი ფაქტობრივად განგაშის ზარი რეგიონისთვის? ეს იცით რას ნიშნავს? იმას, რომ ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში კილომეტრებს გაივლით და შეიძლება კაციშვილი ვერ ნახოთ. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ ისეთი სივრცე, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე, თითქმის ნულის დოლია. აი ეს არის დეპოპულაციის რეალური ხელშესახების სურათი. კარგი, მაშინ მოდით პირდაპირ საკითხის არსს ჩაუღრმავდეთ. თავარი კითხვა ხომ ეს არის, რატომ? რატომ მიდიან ადამიანები? და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? აღმოჩნდა, რომ მიზეზები თითქმის იდენტურია. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი მაღალმთაში ცხოვრობს თუ ბარში. პრობლემები, რომლებიც მათ სახლის დატოვებას აიწულებს, პრაქტიკულად საერთოა. აი შევხედოთ კონკრეტულ მონაცემებს. ეს კვლევა ძალიან კარგად გვიჩვენებს, რა არის მიგრაციის მთავარი მოტივები. აი აქ უკვე ციფრებში ჩანს ყველაფერი. ვხედავთ, რომ ორი ძირითადი ფაქტორი იკვეთება: დასაქმება და განათლება. სწორედ ეს ორი თემა დომინირებს, რასაც შემდეგ სლაიდებზე კიდევ უფრო დეტალურად დავშლით. დავიწყოთ მთიანი ტერიტორიებით. შეხედეთ თითქმის 35%. პირველ ადგილზე განათლებაა. ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ხარისხიანი სკოლის, შემდეგ კი უნივერსიტეტის არარსებობა ფაქტობრივად აიძულებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მომავლის საძიებლად სხვაგან წავიდნენ. ახლა გადავინაცვლოთ ბარში და სურათი ოდნავ იცლება. აქ უკვე პირველ ადგილზე დასაქმება გამოდის თითქმის 39%-ით. მთავარი პრობლემა სამსახურის პოვნაა. მაგრამ დააკვირდით, განათლება არც აქ კარგავს აქტუალობას და ისევ ძალიან მაღალ 28%-იან ნიშნულზე რჩება. ასე რომ თუ შევაჯამებთ, მთაშიც და ბარშიც ყველაფერი ფაქტობრივად ორ მთავარ რამემდე დადის: უკეთესი განათლების მიღების სურვილამდე და უკეთესი სამსახურის პოვნამდე. აი ეს არის ის ორი უმთავრესი მიზეზი, რომელიც ფაქტობრივად მთელ რეგიონს ნელ-ნელად სვლეს. კარგი, მიზეზები გავიგეთ, ახლა შემდეგი ლოგიკური კითხვა: სად მიდიან? რა არის ამ ადამიანების საბოლოო დანიშნულების წერტილი? ძალიან საინტერესოა, რომ ეს პროცესი, როგორც წესი, ერთბაშად არ ხდება. ეს არის ერთგვარი ეტაპობრივი მოგზაურობა. ადამიანი ჯერ თავისი მაღალმთიანი სოფლიდან გადადის ახლომდებარე რაიონულ ცენტრში, მაგალითად დუშეთში ან ფასანაურში, და მხოლოდ შემდეგი ეტაპია უკვე დიდი ქალაქი, ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, დედაქალაქი. რა თქმა უნდა, თბილისი მთავარი მიზიდულობის ცენტრია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ როგორც ვხედავთ, ადამიანები სხვაგანაც მიდიან. მაგალითად რუსთავში, გარდაბანში, ან რჩებიან რეგიონის ფარგლებშივე, მაგრამ უფრო დიდ დასახლებებში, როგორიცაა დუშეთი, ჟინვალი, სტეფანაწმინდა. აქამდე ვსაუბრობდით პრობლემებზე, იმაზე თუ რატომ მიდიან, მაგრამ ეს ამბის მხოლოდ ერთი, საკმაოდ პესიმისტური ნაწილია. მოდით, ახლა მეორე მხარეს შევხედოთ, იმ უზარმაზარ, ჯერ კიდევ აუთვისებელ პოტენციალს, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია. აი ეს ციტატა ძალიან ზუსტად აღწერს ყველაფერს. გამოსავალი მომავლის გასაღების შესაძლოა სწორედ მის უნიკალურ ბუნებაში იმალებოდეს. ის, რაც დღეს შეიძლება პრობლემად ჩანდეს, სინამდვილეში უდიდესი შესაძლებლობაა. და კონკრეტულად რაზეა საუბარი? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტურიზმზე. წარმოგიდგინეთ, სამთო-სათხილამურო კურორტები, ალპინიზმი. მეორე, სოფლის მეურნეობა, რომელსაც აქ უდიდესი პოტენციალი აქვს, იგივე მეცხოველეობა ან მაგალითად კარტოფილის წარმოება. და მესამე, რეკრეაცია, იმ ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენება, რითიც ეს მხარე ასეთი მდიდარია. სწორედ ამ სფეროებს შეუძლია შექმნას სამუშაო ადგილები და ხალხი არა მხოლოდ დატოვოს, არამედ უკანაც კი დააბრუნოს. და აი აქ მივდივართ საბოლოო ყველაზე მთავარ კითხვამდე. შეუძლია თუ არა ტურიზმს და თანამედროვე სოფლის მეურნეობას შექმნას იმდენი სტიმული, რომ ადამიანებმა დარჩენა ან თუნდაც დაბრუნება გადაწყვეტონ. შეძლებს კი მცხეთა-მთიანეთი თავისი უნიკალური პოტენციალის გამოყენებას, რომ ეს მძიმე ტენდენცია შემოატრიალოს. პასუხი ალბათ მხოლოდ ამ ერთი რეგიონის კი არა, გარკვეულწილად მთელი ქვეყნის მომავალიც არის დამოკიდებული.